ამ ვიდეოში ქრისტიმ გადაიხოტრა თმები, ხოლო სანამ ნახავთ ქრისტიმ როგორ გადაიხოტრა თმები, მანამდე უყურეთ რამდენად გემრიელ ბურგერს მივირთმევთ მე და ქრისტი. პირველი მე ავიღე განსაკუთრებული ბურგერი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ბევრი ხორცი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ბევრი ბეკონი და რომელსაც ჰქონდა ძალიან ბევრი ყველი. მივიტანე ეს ბურგერი პირთან, დავაგემოვნე და პირში გემოებმა იფეთქა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ახლა დავიბადე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ახლა ვიწყებდი ცხოვრებას. თუმცა ამ ყველაფერზე არ გავჩერდი, რადგან შემეძლო ეს ბურგერი კიდევ უფრო გამეგემრიელებინა, ამიტომ ავიღე ყველის соуსი, ვასხი, სანამ იმდენი არ დავასხი, რომ ყველის соуსის დალევა მომიწია. ამის შემდეგ გავსინჯე ბურგერი უფრო მეტი ყველის соуსით და მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი ორი პროდუქტი იყო ყველი და ხორცი. დადგა ქრისტის დრო და ქრისტი მაიღო 5 ყველის ბურგერი და ქრისტის გამელოტებამდე დარჩა სულ ცოტა დრო. ქრისტი დააწვა თავის ყველის ბურგერს, რათა ეს ყველის ბურგერი კიდევ უფრო მადისაღურდელი გამხდარიყო და სანამ თქვენ წერთ რომელ საათზე შეგხვდათ ეს ვიდეო, მანამდე ქრისტი მიიტანა ეს ბურგერი პირთან გასინჯა და მიხვდა, რომ ამ ბურგერს უკვე მე-1000 ეჭამდა, მაგრამ მე-1000-ე ისეთი გემრიელი იყო, როგორც პირველივე ჯერზე. ხოლო სანამ ქრისტი უზარმაზარი რაოდენობის ყველის соуს ასხავს თავისი 5 ყველის ბურგერს, მანამდე დაწერეთ კომენტარებში, რამდენმა დაიჯერეთ, რომ ქრისტი გადაიხოტრიდა ამ ვიდეოში თმას.